მივიდა ტატულიკი. Tato. როგორ? Привет. Წავედით. ესე იგი, აქ ის არის. გზის სამუშაოები. დღეს გველის ძალიან საინტერესო ვიდეო. მე და ტატო გადავიღებთ სადილეროს და არა მარტო ერთ სადილეროს, ორ სადილეროს. ერთში იქნება რამები, დოჯრამები. ძირითადად 3500-ები გაინტერესებს, რომელსაც ჩვენ აქ ქართველები და არა მარტო ქართველები ხმარობთ. მეძახით უბრალოდ სამანქანიანებს, ანუ გადამზიდებს, ავტომანქანების გადამზიდებს და კიდე გადავიღებთ Volvo-ს სადილეროს ნიუ-ჯერსში. ტატო ორივე განმუშაობს, არის კომერციული გაყიდვების მენეჯერი და დაგვეხმარება ბევრი ისეთი საკითხის გარკვევაში, რომ სასარგებლო იყოს ჩვენი თანამემამულეებისთვის. ის საკმაოდ აქტუალური არის 3500-ები დღესდღეობით დღევანდელი ბაზრიდან გამომდინარე. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ხო და რომ არის მოთხოვნა, ვაჩვენოთ ახლა როგორ ხდება ამ ავტომანქანების შეძენა და რაში შეგვიძლია გაუწიოთ დახმარება დაინტერესებულ მყიდველს. Thank you, bro. ესე შიგნიდან სადილერო. მოკლედ, აქ ყავთ ტატო Grand Cherokee, Cherokee-ები. ვაგონერიც ყავთ ახალი. ხო, ნუ ეს ვაგონერი. ამერიკელების საყვარელი მანქანა. და Grand Cherokee-ები ხო. და Wrangler-ები, რა თქმა უნდა. ეს რა ლამაზი ფერია. მათ შორის საკმაოდ კაი მანქანები არის. ეს ვაგონერი? ნუ დიდია ძალიან, ხო და მაგარია. 7 ადგილიანია. ლამაზიც არის. ესენი ეს არის ახალი, როგორც შეაფრიკე და ანუ ისეთი რა ქვია გაკეთებულია რა. არ არის ახლები, 22-იანები. აი ის არის 25-იანი. ის არის ახალი? კი, ის ახალი. აუ, ნახოთ ის. ზალავაზ ფერია. პრინციპში ბევრით არ განსხვავდება ისინი ერთმანეთს. აწეულია. რომელიც ეგ არის აწეული. დამატებული აქვს პრუჟინები რა ეთქობა. ძალიან უბრალო მანქანებს უშვება. დიდად ტყავით და რამე არა. და რაღაცა მსგავსი რაღაცეებით არ არის აღჭურვილი. თუ საბოლოო ჯამში ის არის და რუბიკონი ხო გასწორდება. რუბიკონი უკვე ფასადაც განსხვავდება. ხო. ყველაფერი კარგი აქვს რუბიკონს და ფასიც შესაბამისი. ამ ჩემთა შევიდეთ. აი ეს 1500-ია ეს რამე ხო? 1500. ესე იგი 1500-ებიც ყავთ გასაყიდად. 1500-ები ერთ-ერთ ბოლოს გაიგონა. ამერიკელებს უყვართ. არა მარტო ამერიკელებს. ეს არის შენი ოთახი? ეს არის ჩემი ოთახი. მომეცად აყვადარი ხოლმე. ძალიან კარგი. ახლა მოდი მოვკალათდეთ და
რაღაცებზე ვისაუბროთ მედაში. მოდი ახლა დატო მედაში ვისაუბროთ შენი სადილეროს შესახებ და შენი სამუშაოს შესახებ. აბა გითხარი რომ შენ რას აკეთებ ამ სადილეროში, რა საქმეა? ეს არის Chrysler-ის ოფიციალური წარმომადგენელი ცენტრი, რომელიც მოიცავს რამოდენიმე მარკას. ეს არის Chrysler-ი, Ram-ი, Jeep, ეს ყველაფერი გაერთიანებული. ასევე მუშაობ Hudson County Motors, ესე ქვია, რომელიც მოიცავს ორ ბრენდს, ეს არის Volvo და მეორე არის Ford. შენ ხარ კომერციული? მე ვარ კომერციული მენეჯერი ამ ყველასი ერთად. კომერციული გაყიდვები, ანუ ეს სუბუქი მანქანები აქ რაც აყენია, ეს გეხება ესენი? ყველაფერი მეხება რეალურად, კი. უბრალოდ უფრო ძირითადი ხაზი კომერციული. ჩემი ხაზი მხოლოდ კომერციული. კომერციულებში რომელიც შედის? კომერციულში შედის სამანქანიანები, რასაც ხშირად ხმარობენ ხოლმე ქართველები. კომერციულებში შედის box truck-ები, ანუ ვენები, კომერციულებში შედის semi truck-ები, semi truck-ი, ანუ დიდი ტრაილერები. და ასე შემდეგ, ფაქტიურად ყველაფერი შემოიფარგლება კომერციული მანქანები. თუ რამის ყიდვა შეიძლება, ფაქტიურად ყველაფერი გვაქვს. ძალიან კარგი და რა მაინტერესებს? სამანქანიანებში რომელს გულისხმობ შენ? Ram-ებს, Ford-ებს თუ რომელს? ყველას სამანქანიანებში გულისხმობ როგორც Ford-ს, ასევე Ram-ს. ანუ შეგიძლიათ Ram-ი 3500, ხო? ბევრი ვარიაცია. ეს უშუალოდ როცა მძღოლები ყალიბდებიან, როგორი მანქანის აწყობა უნდათ. რეალურად მანქანის ბიზნესში როცა შედიან მძღოლები, იწყებენ ერთმანქანიანებით და ადიან ზემოთ. ერთმანქანიანზე მაგალითად, რომელზეც მხოლოდ ერთი მანქანა ეტევა გადასატანად, საშუალოდ ხმარობენ 1500, Ram 1500 ან 2500. მაგრამ თუ უკვე აპირებენ, რომ მაგალითად 2 ან 3 მანქანა გადაიტანონ, ანუ ტრაილერი რაც იქნება მისაბმელი, ანუ გრძელი ტრაილერი იქნება და 2 და 3 მანქანა უნდა გადაიტანონ, მაშინ უკვე მანქანებს ცვლიან. მაშინ იწყებენ 2500-დან დიზელებით და 2500-ები ადის 5500-ამდე. ამან შორის სხვაობები არის ძრავი და გადაცემათა კოლოფი. გადაცემათა კოლოფი, ხო? და ასევე მე მგონი ხიდებიც, ხო? ხიდებიც. უფრო ძირითადად რომელს ანიჭებენ უპირატესობას? ორ ხიდიანს თუ ცალხიდიანს? თუ იმ შემთხვევაში, როცა მძღოლს უნდა რომ წონებში იმუშაოს, წონებში მუშაობა ნიშნავს, როცა CDL არ აქვს, ანუ არ აქვს ასე რომ ვთქვათ, ტრაილერის მართვის მოწყობა და მუშაობს ჩვეულებრივი მართვის მოწყობით, მაშინ აქ ამერიკაში ესე არის დარეგულირებული, რომ ნებისმიერი ანუ 26000-ზე მეც თუ გადაგაქვს ტვირთი, ანუ კომბინაციაში შენი მანქანიანად, შენი ტრაილერიანად, კი ბატონო, 26000-ზე მეც თუ ატარებ წონას კომბინირებულად, მაშინ CDL გჭირდება. მაგრამ თუ გინდა რომ არ დაგაჯარიმონ, მაშინ უნდა იყოს 26-ის ქვემოთ. აქედან გამომდინარე სამანქანიანებზე, რომელსაც მე 48 ფიტიან ტრაილერებს აბავენ, უმეტესად ცდილობენ, რომ ეს მანქანები რაც შეიძლება მსუბუქი იყოს. რო ჩაიდიან წონებში. ანუ თვითონ საყიდელი მანქანაც საუბარი, ხო? ანუ Rams რომელსაც ყიდულობს, იყოს სიტყვაზე ცალხიდიანი და არა ორხიდიანი, ხო? ამას ყველაფერს თავიდანვე გეგმავენ, რომ მანქანა უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი, ტრაილერი რომელსაც ყიდულობენ, ან უკვეთავენ სპეციალურად მაქსიმალურად მსუბუქ ტრაილერებს იღებენ, რომ რაც შეიძლება მეტი დასადები წონა ქონდეთ. ძალიან კარგი და რა მაინტერესებს დატო ეს 3500-ები საუბრობ Ram-ზე, ხო? ესე და კიდე თქვენ გყავთ ასევე Ford-ები, ხო? და Ford-ებში რა არჩევანი გვაქვს? 5500-ებია, ეგეთი? ნებისმიერი, ყველაფერი.
თუ რამე არსებობს ყველაფერი 1150-დან დაწყებული F150-დან ყავს 650-ები და 750-ები. აი ეგეც ხო. მაგრამ ძირითადი მაინც უფრო 550 უნდა იყოს, ხო? ძირითადი ყველაზე მეტად გაყიდვადი რაც არის უმეტესად 350-ებია. 350-ია ყველაზე გაყიდვადი. გინდა რამით და გინდა ორი. 550 უკვე საკმაოდ მძიმე მანქანაა და 550 მაგას მე მგონი უფრო შეუძლია 4-5 მანქანაც გადაიგოს. კი, ანუ 550 ის კატეგორია ხალხი მოდიან, უმეტესად ვისაც უკვე CDL-ია. CDL-ია. მაგრამ ანუ სწორად რო დაინახო ეს, ანუ სამმანქანიანების ბიზნესი ანუ ყველასთვის არის დასაწყისი. აქედან იწყებენ ზოგადად ტრაქინგში. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრს არ აქვს CDL-ი, ან აპირებს რომ აიღოს, ან საბუთების გამო ვერ იღებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს კატეგორია ხალხი ყოველთვის ცდილობს რომ იყიდოს ისეთი მანქანები, რითაც შეიძლება რომ ჯარიმები არ აიღოს და ამაზე საკმაოდ სერიოზული ჯარიმებია თუ კომერციული მართვის მოძღვრების გარეშე დაგიჭერენ, ანუ ეგრეთ წოდებულ გადაწყვეტას. გადაწყვეტაზე საუბრობ, გასაგები. ეხლა კიდე ერთ შედევარება რო გავაკეთოთ, როგორც ვიცი მე შენთან ძალიან ბევრი ქართველი მოდის ამ რამების საყიდლად, ბორდის საყიდლად. ძალიან ბევრი დახმარები ხარ და ეხლა ამ ვიდეოს ვინც უყურებს, კიდევაც ისეთი ბევრი ნაცნობი იქნება, ვინც ამოგიცნობს შენ და იცის შესახებ. და ძალიან ბევრი ვიცი რომ ძალიან ბევრი უკმაყოფილი ყავს და არც ერთი უკმაყოფილი. აი შენ მაგალითად რას ეთყოდი იმ ქართველ მომხმარებლებს, იმ ბიჭებს, რომლებიც ფიქრობენ სამანქანიანების შეძენას, უნდათ რომ ესე იგი რაღაც თავის პატარა ბიზნესში ჩაებრონ, აბა ამერიკაში ყველა ვიცით რომ ჩვენ ყველა სამუშაოდ ვართ, დასასრულებლად არავინ არ არის ჩამოსული და აი ამ ადამიანებს მაგალითად რას ურჩევდი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? მე ვიცი რომ შენ ფაინანსის გეხება, ხო? ანუ ბანკებთან ურთიერთობა, საფინანსო მენეჯერიც ხარ, ანუ ბანკებთან ურთიერთობაც შენი საქმეა. აი დაუშვათ უბრალოდ ადამიანმა იდეა მოუვიდა, ავიღოთ ესე რომ აი მაგალითად მე სიტყვაზე, ხო? აი მომივიდა იდეა რომ აი სახში ვზივარ, ბუინგზე ვმუშაობ, რაღაცას ვაკეთებ ჩემთვის და ვიფიქრე რომ მოდი ხო არ ჯობია რომ აი მანქანები ვატარო, სამანქანიანები და გადავწყვეტე რომ შევიძინო ეს სამანქანიანი. ეხლა ამ შემთხვევაში მე ტრაილერის ანუ იმ მისაბმენის შესყიდვას არ შევეხები, უბრალოდ აი ეს კომერციული მანქანა, აი რამის სიტყვაზე 3500 მომინდა რომ ვიყიდო და მოვედი შენთან და გეუბნები რომ აი მინდა ესეთი მანქანა. ანუ საიდან იწყება ეს ყველაფერი, რა პროცედურები იქნება გასავლელი? ოკეი, დავიწყოთ მაშინ აქედან, რომ ყველაზე ხშირად რა პრობლემასაც ვაწყდები, იმასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ ბევრი ახალ ჩამოსული ქართველებიც არიან, რომლებიც ფაქტიურად ახლიდან დაიწყეს ყველაფერი. აქ ზოგს საბუთები არ აქვს, ზოგი უსაფრთხოა, მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად გვიშლის ხოლმე ხელს, იმიტომ რომ უსაფრთხოებსაც შეუძლებლად შეიძლება რომ დაიხმარდო გამომაყვანილო მანქანა. ეს არ არის რაღაც გარდამტეხი ფაქტორი, მაგრამ ყველაზე დიდი ფაქტორი, რაც ხშირად არის ხელისშემშლელი, არის საკრედიტო ისტორია. საკრედიტო ისტორია, რომელიც არ აქვს. ყველაზე კარგი მომზადება, როცა მანქანის შესყიდვას აპირებ, ყოველთვის არის საკრედიტო ისტორია. საკრედიტო ისტორია არის ამერიკაში ესეთი კონცეფცია, საკრედიტო ისტორია არის შენი საკრედიტო კარტები, შენი assets თუ რამე გაქვს, ანუ როგორ ახსნა, რამე მორგიჯი თუ გაქვს აღებული, ან სახლი თუ გაქვს ნაღილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ერთი დიდი მთლიანი ისტორია. ბევრს არ აქვს ახლა ეს ზოგს ახალი კრედიტ კარტა აქვს, მაგალითად ისტორია ჯერ არ არის შექმნილი და ამ შემთხვევაში რა დაჭირდება უკვე, ანუ კონსაინერი ჭირდება თუ არ საბოლოო ჯამში იმ დღიდან რაც აქ ვარ, მეც ეტაპობრივად გავიარე ეგ ყველაფერი, თავიდან საკმაოდ წვალებით, თავიდან საკმაოდ წვალობდით
რომ გაგვეკეთებინა და სესხი დაგვემტკიცებინა, საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ როცა აგზავნი სესხს და ჩვენ ვლაპარაკობთ არა ბიუჯეტიან მანქანებზე, მანქანების ფასები იწყება დაახლოებით $70,000-დან და ადის ზემოთ. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდ სესხს იღებს პიროვნება. და როცა აგზავნი ამ პიროვნების მონაცემებს ბანკში და ბანკი ინახულობს, რომ ეს პიროვნება ჩვეულებრივად არ იძებნება. არა, თავის ისტორიაში ხო არ იძებნება. ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არ უყვარს ეგეთ შემთხვევაში ბანკს სესხის დამტკიცება, ან ძალიან დიდ პირველად შესატანს ითხოვს ხოლმე. ძალიან დიდ პირველად შესატანს და ძალიან დიდ down payment. Down payment-ი ბევრს ეშლება და გონია რომ ეს რაღაცა სადილერო, ანუ ჩვენ დილერები ვიდებთ ამას ჯიბეში ფულს, მაგრამ ეს არ არის ეგრე. Down payment-ი არის ყველაზე სწორად რომ დავინახოთ, down payment-ი არის ის თანხა, რომელიც შენ ბანკმა არ დაგიმტკიცა. მაგალითად, შენ გააგზავნე $70,000-იან მანქანაზე სესხი და ბანკმა დაგიმტკიცა მხოლოდ 60,000. აი ეს 10,000, რაც არის ნაშთი, რომელსაც მე სადილერო down payment-ის სახით მოგთხოვს, აი ეს ფული არის. აქედან გამომდინარე, მეგონი გარანტიაც არის ბანკისთვის, რომ რაღაც თანხაში, რა თქმა უნდა, დაზღვეულია. კი ბატონო, რაღაც ყველანაირად ცდილობს, რომ ბანკმა თავი დაისხოს. არავინ არ რჩება დაზარალებული, ან ბანკი არასდროს არ რჩება ამ შემთხვევაში. და აი მაინც ახლა ასეთ შემთხვევაში სიტყვაზე როგორ ხდება მაგალითად? ვაკეთებთ შემდეგს. რადგანაც ანუ როგორც თქვი, ეტაპობრივად გავიარე ეს ყველაფერი, ძალიან წოლებით დავიწყეთ და ეხლა უკვე ისეთ ბანკებთან თანამშრომლობთ, რომ საკმაოდ კარგად მიდის საქმე და მარტივად ვაკეთებთ ფინანსირებას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი, თუ საკრედიტო ისტორია აქვს ძალიან კარგი. მეორე, თუ არ აქვს საკრედიტო ისტორია, მაშინ ჩარიცხვები, ანუ შემოსავლები, ანუ შემოსავლებს თუ ადასტურებს და მე მჭირდება ყოველთვის ბოლო 3 თვე. ბოლო 3 თვის შემოსავლები. ანუ სადღაც მუშაობს, კი ბატონო, იღებს ხელფასს და ამ ხელფასის ჩარიცხვების ამსახველი დოკუმენტი, რომ მაგალითად თვიდან თვემდე ან ყოველ კვირაში ეგრეთ წოდებული სტეიტმენტი, რომ კვირიდან კვირამდეერიცხება ამდენი და ამდენი თანხა. ეს საკმაოდ უშველის, რომ იმის და მიუხედავად, რომ ბანკს ვანახებ, რომ ადამიანს პიროვნებას ისტორია არ აქვს, იმას უმტკიცებ, რომ შემოსავალი აქვს. მეორე კიდე ერთი განსაზღვრელი კიდე რაც ძალიან ხშირად გვაზიანებს ხოლმე არის და ხელს გვიშლის, უმეტესად აქ ქართველებს ყველას თავის კორპორაცია აქვს გახსნილი. კორპორაცია ნიშნავს კომპანიები აქვს გახსნილი. უმეტესად ნებისმიერი მათი სამუშაო რაც არის, უმეტესად ერიცხებათ კომპანიაზე. და არაფერი არ ერიცხებათ პირად ანგარიშზე. კი ბატონო. ეს ამას თავისი მიზეზები აქვს, იმიტომ რომ კორპორაციიდან წლის ბოლოს ჩვენ ტაქსებს ვიხდით და ტაქსების მესესე ვარ მაგათაც ჩემი კომპანია. რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია რომ კომპანიაზე აისახოს ეს შემოსავლები, რომ მე მარტივად ჩამოწევენ ამას და ნაკლებ ტაქსებს გადაიხდიან. პირადზე კიდე სხვანაირად არის. აქედან გამომდინარე, პირადზე უმეტესად ჩარიცხვები არ აქვს ხოლმე და მაგასაც საკმაოდ პრობლემატური სახე შეიძინა მაგ ყველაფერმაც, იმიტომ რომ რაც არ უნდა გადაუგზავნოთ ბანკს ჩვენ, რომ მაგალითად ამ პიროვნებას ეკუთვნის ეს კომპანია, არ აინტერესებს. არა, მაგრამ უბრალოდ აინტერესებთ ერთადერთი რაღაც, რა გერიცხება შენ. რა გერიცხება? საბოლოო ჯამში ამდენი პრობლემებიდან გამომდინარე, ვეძებით და უკვე თანამშრომლობთ ისეთ ბანკებთან, რომლებიც კომპანიის ჩარიცხვებსაც იღებენ, ასევე არ აქვთ მინიმუმი კრედიტ ისტორია. ანუ მაგალითად არის ბანკები, რომლებიც თუ 700 ნაკლები გაქვს ქორი არ გიხებს. ამას სხვარი არ აქვს. კი ბატონო. კარგია. კი ბატონო. და მაგ შემთხვევაში ესენი უფრო მაღალი პროცენტით არ მუშაობენ ეს ბანკები, რომლებიც რა თქმა უნდა, რისკი როცა მაღალია, პროცენტიც საპროცენტო განაკვეთით საკმაოდ მაღალია. მაგრამ ერთადერთი კარგი რაც არის,
უბრალოდ მინდა რომ სწორად გაგვიგონ, ეს არ არის ჩვეულებრივი მანქანების ცესხი, ეს არის კომერციული მანქანის განსხვავებულია ორი განსხვავებული რაღაცა არის. ჩვეულებრივი მანქანის ცესხი დღესდღეობით შეგიძლია თუ კარგი შემოთავაზება არის, შეიძლება უპროცენტოდაც აიღო. აი ეს მაგათაც კი შოურუმში შეიძლება საერთოდ უპროცენტოდ გაიღო. თუ კარგი ისტორია. კი ბატონო, თუ კარგი ისტორია გაქვს. ან რაღაცა ძალიან მინიმალურ პროცენტში გაიყვანო, როგორიც არის 4 ან 5 დღესდღეობით უკვე ადრე იყო 2-იც, 3-იც, 1%-იც, მაგრამ დღეს უკვე აიწია. კომერციულთან ესე არ კომერციულთან ესე არ ხდება. ამიტომ რომ კომერციულზე იცის რომ ბანკმა იცის რომ შენ ამ მანქანას ოდიში ერთი წამი რომ იცოდნენ, ანუ კომერციულს რა შეიძლება ბევრმა არის, შეიძლება ბევრმა იცის, მაგრამ კომერციულს ვეძახით, ანუ commercial, ანუ რომელიც მუშაობს, ესე იგი კომერციული მიზნებით, ანუ გადააქვს ბიზნესს აკეთებს ისეც, რომელიც ემსახურება კომერციულ მიზნებს, ანუ ნომრებს იღებს, არა ჩვეულებრივს, როგორცაც მაგალითად ჩვეულებრივ მანქანებზე ვაყენებთ, არამედ commercial ნომრებს იღებს. და აი commercial ნომრებს რომ აიღებ, ის მანქანა უკვე ითვლება commercial, ანუ კომერციული მიზნებისთვის. და ამაზე ვსაუბრობთ ესეთ მანქანებზე, რომელსაც აი კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. კი ბატონო, აი ზუსტად მაგას გულისხმობდი, რომ სამწუხაროდ არ შეიძლება ამ ორი ცესხის ერთმანეთთან შედარება რადიკალურად განსხვავდება, იმიტომ რომ ბანკმა იცის დანიშნულება შენისთვის იყენებ მაგ მანქანას. ბანკმა იცის რომ შენ ამ მანქანას საკმაოდ ბევრ კილომეტრებს გაატარებ და ამუშავებ. და იციან რომ შენთვის ბევრ მაილაჟზე რა თქმა უნდა და იციან რომ ეს შენი უბრალოდ ასე რომ თქვა საკატაოდ არ გამოყავს ეგ მანქანა. აქედან გამომდინარე რისკია, ყველანაირ რისკს ყოველთვის ცვლის ბანკი და აქედან გამომდინარე თავის პროცენტი აფასებს კი. რომელ ბანკებთან თანამშრომლობთ ახლა? Chrysler Capital, Stellantis, სხვათა შორის Lendvasi არის ესეთი ბანკი, უმეტესად მაგას ვიყენებთ ხოლმე. Wells Fargo, Bank of America, Chase, თითქმის ყველა ბანკთან, რომელიც გააჩნია კლიენტის ისტორიიდან გამომდინარე, ხო? თუ გახსოვს რამდენმა ქართველმა იმსახურა ბოდიში, რამდენმა ქართველმა ისარგებლა შენი მომსახურებით. ეს ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ ალბათ სადღაც 1 წლის განმავლობაში ალბათ სადღაც 200-ზე მეტმა. 200-მა მეტმა ადამიანმა გაიყვანა. კი ბატონო. და ეხა ამ ვიდეოს მიზანი სწორედ ის არის, რომ ხშირია ხოლმე რომ ამერიკაში ცხოვრები ქართველები ერთმანეთს ეკითხებიან, სულ ელემენტარულიდან რომ ავიღოთ, აი ბევრჯერ შეხვდები თუნდაც Facebook-ზე ასე შეკითხვას, ხომ არ იცით ვინმე ქართველი, რომელიც მუშაობს სიტყვაზე Bank of America-ში. ან ხომ არ იცით ვინმე ქართველი, რომელიც მუშაობს T-Mobile-ში, რომ რაღაცა ეიმედება, რომ იქ რომ მივაი ქართველთან უფრო კარგად დაალაგებს იმ სიტუაციას, რაც თვითონ ჭირდება. ზუსტად იგივე თემაა, ეხლა ამ შემთხვევაშიც, ანუ სადილერო, რომელსაც მე ვიღებ, აი ამ სადილეროში მუშაობს დატო კომერციული ხაზით, შეუძლია რა თქმა უნდა ჩვეულებრივი მანქანაც, Wrangler-ი იქნება, Grand Cherokee, Grand მარკას არ აქვს მნიშვნელობა. არა აქვს მნიშვნელობა თან როგორც მე ვიცი, ხო, მაგრამ მარკა. ნებისმიერი, მაგრამ Lamborghini თუ გინდათ, Lamborghini-საც მოგიყვანთ. ესეც შეუძლია. მაგრამ ძირითადი მისი ხაზი არის ეს commercial მანქანები, სამანქანიანები, როგორც რამები, ასევე ფორდები და ასევე semi-truck-ები, ანუ ტრაილერები, ქართულ ჯიგრულ პონჩი რო ვთქვა, ხო? და ამასთან მიმართებაში, ანუ დეტალურად თქვენთან ერთად, ვისაც ამ საქმით არის დაინტერესებული, შეუძლია კარგი ვარიანტები შემოგთავაზოთ, გაიაროს ეს ყველაფერი, უბრალოდ წვრილმანიდან დაწყებული, მსხვილმანამდე დამთავრებული და რაც საჭიროა ამ პროცედურის გავლის დროს, ყველაფერში დაგეხმარებათ ისე, რომ თავს არ იგზნობთ მოტყუებულად და არ ჩათვლით ისე, რომ მე სადღაც მივედი და ვიღაცამ რაღაც მომატყუა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე სადილეროებში, ყველა დამერწმუნება, ახლა ვისაც შეხება აქვს სადილეროსთან,
რომ ხშირია ისეთი შემთხვევები, რომ ისეთ ხარჯს ბოდიში ამ სიტყვაზე და შემოგტენია, რომელიც შენ იმ წუთში ვერ ხვდები და რაღაცა მე გაუგებრობაში აღმოჩნდები ხოლმე, რომ ეს რა არის. ამიტომ ვისაც აი ესეთი მანქანების ყიდვა სურს, შეუძლია ისარგებლოს სტატუს მომსახურებით და ეხმარება ყველაფერში. გვერდში დაუდგება და აღიდინებს როგორც ეგრეთ წოდებულ სამანქანიანს, რამს და ან ფორდს, ასევე სემაი ტრაკებს, ანუ ტრაილერებს ყავთ ვოლვოები. ჩვენ წავალთ ახლა იმ სადილეროში. ასევე იქ აქვთ ამათ ნიუ-ჯერსში აქვთ ლატი, სადაც რამებსაც ვნახავთ ხომ ამ სამანქანიან გადამზიდებს, ასევე ვნახავთ სემაი ტრაკებს, ახალ ვოლვოებს, ასევე ნახმარიც გაქვთ ხო ნახმარიც ახალიც ყველაფერი. used and new. ორივე აქვთ და გადავიღებთ იქაურ სადილეროსაც, ვნახავთ რა სიტუაციაა და ასევე უკვე შემდეგ უკვე ტატო აგვიხსნის რა პროცედურებია უკვე სემაი ტრაკებთან, ანუ ტრაილერებთან შესყიდვის დროს. ანუ როგორც მე ვიცი, ტატო იქ უცოტა განსხვავებული სიტუაცია ამასთან შედარებით, რაც ამას სჭირდება. აბსოლუტურად. ძალიან კარგი განსხვავებული პროცედურებია. ძალიან კარგი და გავაგრძელებთ ჩვენ ვიდეო ცოტა ხანში. წავედით ახლა მე და ტატო ნიუ-ჯერსში და მივალთ იქ ლატზე, სადაც სამანქანიანი უყენია, იმასაც გადავიღებთ და შემდეგ უკვე ვოლვოს ტრაკებს, სემაი ტრაკებს, ტრაილერებს გაჩვენებთ გასაყიდად, რა მანქანები ყავთ და ასევე აგვიხსნის ტატო თუ რა პროცედურებია ტრაილერების შესაძენად საჭირო, რომ გაიარო ეს ყველაფერი და იყიდო. საკმაოდ ცხელა გარეთ. და კონდიციონერის ხმა შეიძლება ისმოდეს ცოტა მამაღლად, მაგრამ რა ვქნათ, ცხელა. ეს გახლავთ ვერაზანო ბრიჯი. ეხლა ნიუ-იორკიდან, ბრუკლინიდან გადავდივართ ნიუ-ჯერზიში. აი მოვედით ახლა აქ ლატზე, სადაც ამათი მანქანები აყენია. აი ესენია ფორდები, ხო ტატო? კი, ესენი არის 350, უმეტესად 350-ებია. ორი ტიპის არსებობს, ორ ძრავზეა. ბენზინი და დიზელი. გააჩნია ხმარებას ვინ რისთვის ხმარობს და როგორ. ბენზინები არის 7 და 3. 7 და 3-ია ბენზინი. ახალი რა კარგია და. სულ ახლები მაინც ესე საკაიფოდ გამოიყურება რა. United. ეს არის ფორდები. კი ბატონო, ეხლა ეს სანამ ჩემამდე იყო მენეჯერი, იმის შეკვეთილი მანქანებია, ეხლა მე უკვეთავ ხოლმე მანქანებს. ეს ფასებია ამის? ეს ფასებია, კი. ეხლა მე უკვეთავ ხოლმე მანქანებს. ქარხანაში ვაძლევ შეკვეთას, აშენებენ და მე ჩამოყავთ. ესეა შიგნიდან. ესეთია. როგორი ახალია რა, ესეც სუნი აქვს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კომპლექტაცია. ეს ახლა ყველაზე დაბალი კომპლექტაციით არის, ხო? კი, ეს არის XL კომპლექტაცია. მე არის XLT, მე house body.
საკუთროვანი ფასივიც ისე. აჰა. რამები არ გიყენიათ აქ? აქ რამები არ დგას, რამები. ეს ამ XL. გახსოვთ. აი ეს არის XL-ი აქ, მეგონი? ეს არის XL-ი. აი ეს არის. 550. რომელია 550? ეს არის 550. XL-ი? ხო, აი ეს არის 550 თეთრი. აი ბატონო. რამხელად ხვირია, ხო? აი 550. 4 კარიანია. იმისგან განსხვავებით. ერთ შიგნით შევიხედოთ. აქ ბიჭები მას აკეთებენ ხოლმე, საძინებელს ამებს იღებენ, აქ საძინებელი კეთდება. აქ რა ხდება? აუ, კარგი დიდია რა. აი ესეთი Ford-ი. სამუშაოდ. ჩააბავ ტრაილერს და მუშაობა თუ გინდა წახვალ და იმუშავებ, ჩემო კარგო. ნუ აი ესენია ყველაზე მოთხოვნა. ერთი ამას ფასიც უწერია მე მგონი ტატო, ხო? იცი? კი. უps. აი, ის თუ ღირდა რაღაც 56 ეწერა მგონი იმასთან. ეს უკვე 60 მანდ ერთი რაღაცა 6000. ყურე დააკვირდი ზემოთ აწერია რომ ეს არის 7 და 3. ეს არ არის დიზელი. ეს არ არის დიზელი. აჰა, გასაგები. დინარე მაგიტო არის. ფასი სხვა არის. შედარებით ცოტა იაფი. იაფი, იმიტომ არის, ხო? სრავებზე დაახლოებით ეს მანქანა 80,000-მდე დაგიშტა. ესენი ჯობია რომ მაინც დიზელი იყიდო, ხო? ყველა უმეტესად დიზელს ყიდულობს. კი. დიზელი ნუ მე არ მინახია რომ სამანქანიანი ბენზინი ემუშავებით. ნუ დიზელები ყავთ, პრობლემა არ არის. ესეც რუბიკონი. ეს ყველა თქვენი მანქანებია, ხო, აქ რაც არის? ეს Wrangler-ი, Rubicon-ი ეს. ანუ აქ როგორი პრინციპია. მანქანები გაქირავება ლიზინგი გაქვს. 3 წლიანი ლისებით რო გაყავთ მანქანები. ეს ახლა არის რომელიღაცა კლიენტის. ხო. აქ მოყავთ ეს მანქანები. აქ ტოვებენ, ბანკი მოდის და ბანკს მიიღავს. ანუ როგორ? ეგ ანუ ლიზინგით ყავდა, მოიყვანა და დააბრუნა? თქვენი კომპანიიდან ყავდა ლიზინგით. ისმიერი კომპანიიდან, სადაც არ უნდა ყავდეს, შეგიძლია რომ მოიყვანოს. ჩვენ ჩავიბარებ, წამოიყვანოთ, დააპარკინგებენ აქ. ხო. იცი, სადაც არის მანქანა და მე მივიღავთ. ასაგები. ანუ ეს ვიღაცის ნახმარი მანქანა. მე როგორც ხდება ხოლმე, ანუ ბანკს მიყავს ხო. და ბანკი ყიდის. ბანკი ყიდის მე. ნუ მან ორი ვარიანტია. ხანდახან ლისის მანქანას რომ მოიყვანენ და ლისი დამთავრდა. მაგ შემთხვევაში შემიძლია რომ შევისყიდო. აჰა. შენ იყიდო, ხო? მაგრამ უმეტესად ლისზე ნახმარი მანქანების ყიდვას ყველა ერიდება, ხო, იმიტომ რომ არ ულიან რა. სამაგეროდ Grand Cherokee-ები ყავთ ახლები. კი. Grand Cherokee. დღეს წელიწად Grand Cherokee-ებით დავდივართ და მომეწონა ეს ერბილად დადის საკაიფოდ. ეს დაკეტილია. დაკეტილია. სხვათა შორის ხო Grand Cherokee-ზე წავიყვანე და აბა რომელი მიყვავს? ეს ვაგონერი როგორიც ხვირია. შესხონაირია და სადღაც შორს დგას ხმარ არის მის, ხო?
აი იქით არის რაღაც ხო? ესე იგი ტატო მე შენ ნომერს description-ში მიუთითებ და მე თუ ვინმე სურვილი ექნება რომ შეისყიდოს სამანქანიანი და ამაში დახმარება დაჭირდება დაგირეკონ ხო შენ? კი ბატონო. რომელი მიყვავს? ეს ლიმიტედი? ლიმიტედი კარგია. ხო, პარკები ჩვენ უნდა მოვაცილოთ. ესე იგი ამ ლიმიტედის ფასი არის ბატონებო უწერია რომ არ უწერია თუ უწერია ვეძებ მაგრამ ვერ ხედავ 50.000. აგერ ყოფილა რომ 50.245 ამას მე ტაქსები ემატება რა თქმა უნდა და ნუ ნიუ-იორკში თუ ყიდულობ ნიუ-იორკის ტაქსები დაემატება. მე პრინციპსაც აქვს. ბრეიკდაუნი მანქანას რომ 50.000 და მხოლოდ მაგით არ შემოიფარგლო. ხო. რეგისტრაციისას ტაქსი გაქვს გადასახული. ხო, ნუ ემატება იმას ხარჯები. კი. კი. ანუ ეს შრალი თანხა არ არის რომელიც ზედაწერი ამას ემატება ტაქსები აქ მაგალითად დაახლოებით არა მანქანის ღირებულების 8.86% რეგისტრაციის ტაქსია. ხო ძვირია ანუ 50.000-ის მაგალითად ავიღოთ 8.86% უბრალოდ ფედერალებს. ძვირია იდეა ესენია. ეს ტრანზიტები ხო? ტრანზიტებს კი. ეხლა ჩვენ რასაც ვანახებთ, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამუშაოები ამერიკაში დღესდღეობით. იმის და მიუხედავად რომ აქზე გაფუჭდა სიტუაცია ძალიან. და იმდენთან ამაზე ამბობ, ანუ არა, ნებისმიერ. ხო, ეგა ვანახეთ ტაქსი უბრალოდ ჩემსაც ავფიქსირებ სიტუაცია გაფუჭდა იმ თვალსაზრისით რომ ძალიან ბევრი გათიშა მოქმედი ტაქსის მძღოლები და პლუს კიდე ახლები კიდე wait list-ში ყავს და ვერ ამატები. მოდი ერთი გამოვაყენებ მე იმანქანას შენ გადაიღეს. ეს უყურე რომ თითები წინ არ მოხდეს. ახალი Grand Cherokee თუ მომეწონა ვიყიდი. ახალი რო ყველაფერი კარგია ახლა ამას მე მგონი არ ჭირდება ბევრი ბევრი განსჯა სპორტიც აქვს ბატონებო ავტო თოვლი რა თქმა უნდა 4-4-ზეა აკაიფოა ეგ დაატრიალე არა საკაიფო თბილია ნუ ახალი რო არ ბილი იქნება რა არ ბილად დადის და რაღაცა ძვირიც არ ამგონია ეხა 40 თითქმის აი Camry-ზე ოდნავ ნუ რაღაც ცოტათი ძვირია მაგრამ Camry-ს როგორ არ ჯობია ეს ამერიკული ამერიკაში ერთი თემაა აქ არავინ არ უყურებს რამდენს წავს მანქანა
ჰიბრიდი ცხოვრებაში არ მყოლია და არც ვიყიდი. არ ვაძაგებ, მაგრამ უბრალოდ რა ვიცი. 5 ლიტრას დამიწვავს თუ 12 ლიტრას ამერიკა რა, არ ვინ უყურებს მაგას არის. და кайფო მანქანა. So we try to figure out what is it. შიგნიდანაც გადავიდა, ფერიც ვა როგორ მომეწონა ეხლა. ლიმიტედია და რაღაც პატარა ბავშვით გავხდი უცბად, ისე საკაიფოდ. უკანაც აქვს, ესე იგი 2 რიადი აქვს ამას. ყავი საკაიფოა რა ვიცი. Oh, okay, got it. Okay. არ მაგარი. Okay. See. ცადე. დაიგეთე, ოპა. აბა შიგნიდანაც გადავიღოთ. ესე შიგნიდან. ამას სიჩქარების გადარსტა სართველი აქვს, აი აქ. აი. ამის ჰიბრიდი. კარგია, რა, მომეწონა. ნუ ფასიც არა აქვს ეხლა, დასაგიჟებეთ. და ეს არის ჰიბრიდი. ის არის ჰიბრიდი. Grand Cherokee ჰიბრიდი. ვიღაცის ნახმარია, მაგრამ ჩვენ არ ვყიდით. არა, ხო? ბატონო. ეს ელექტროც არის, მგონი. ნუ დაახლოებით აი. ჰიბრიდი პლუს ელექტრო. უპს. აი ესე აფსიცხეში რო ყრია ეს მანქანები. არ იწვება ამ ძეზე. მოკლედ ესე ჩემო მეგობრებო აი ესეთი მდგომარეობაა დღეს ამით მინოდა მე თქვა თქვენთვის სამანქანიანებთან დაკავშირებით, ვისაც სურვილი აქვს რომ შეიძინოს სამანქანიანი, ანუ მე ვგულისხმობ სამანქანიანში რამი, აი ეს რამი და ფორდი. ძრავის მიხედვით დიდი არჩევანია, როგორიც გნებავთ, ისეთი შეგიძლიათ დაურეკოთ სტატუს ნომერს დავდებ ჩემ description-ში, ამ ვიდეოს description-ში და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და დაგეხმარებათ, რაც დაგჭირდებათ. ეხლა მე ამის შემდეგ უკვე გადავიღებ Volvo-ს, truck-ებს, semi-truck-ებს და იმაზე უკვე სხვა ვიდეოს გავაკეთებ და იმასაც გაგიზიარებთ აუცილებლად.